ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. Როგორც მინიმუმ 100 დაახასიათეს შეთანხმება დონალდ ტრამპმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა. თუმცა საინტერესოა, მოუტანს თუ არა ის სარგებელს ევროპელებს. წინასწარ გაგიმხელთ. არა, ასე არ მოხდება და აგიხსნით რატომ. Როგორც მოგეხსენებათ, აპრილში დონალდ ტრამპმა გაზრდილი ტარიფები დაუწესა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას. ევროკავშირის შემთხვევაში გაზრდილმა ტარიფმა 20% შეადგინა. 20% tariff on the EU products coming to the US. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის იმ მომენტიდანვე არ ამოქმედებულა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა 90 დღე დაეწესებინა ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის. სწორედ ამ გარემოებებში მოახერხა ამ გრანდიოზული შეთანხმების დადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან შეძლო და 20%-დან ტარიფები 15%-მდე დასწია. From 20% to 15%. თუმცა მოითმინეთ, ამ 5%-ის დათმობა დიდი ფასის სანაცვლოდ მოხდა. ევროკავშირი ახლა ამერიკის ინდუსტრიული ნაწარმის იმპორტს 0%-იანი ტარიფით მიიღებს. ამასთანავე ევროკავშირმა პირობა დადო, რომ $1 ტრილიონ მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს ამერიკის ენერგოსექტორში. AI ჩიპების წარმოებაში და რა თქმა უნდა შეისყიდის შეიარაღებას ამერიკული თავდაცვითი კომპანიებისგან. და ეს ყველაფერი არ არის. ამერიკა შეინარჩუნებს 50%-იან ტარიფს ევროპულ ფოლადსა და ალუმინის პროდუქტებზე. ამერიკა 0%-იან ტარიფს შეინარჩუნებს ევროკავშირისთვის მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქონელზე. მაგალითად, ნახევარგამტარებზე, თვითმფრინავის ნაწილებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვან მადნეულზე, სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე და ქიმიურ ნაწარმზე. ეს ცალსახად ცუდი შეთანხმებაა ევროკავშირისთვის, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის უუნარობას უსვამს ხაზს მოლაპარაკების პროცესებში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია დაპირება ამერიკისგან 750 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგორესურსების შესყიდვის თაობაზე. ამ შემთხვევაში ბუნებრივ რესურსებში გაცილებით მეც გადავიხდით, ვიდრე სხვა ქვეყნებისგან რომ გვეყიდა. ევროკავშირის ლიდერებს იმდენად ძლიერ სურდათ, იაფ რუსულ ენერგიაზე არ ყოფილიყავით დამოკიდებულნი, რომ ახლა ჩვენ უფრო ძვირ ამერიკულ ენერგიაზე გავხდებით დამოკიდებული. თუმცა მოიცადეთ მეგობრებო, კარგი ამბავიც გვაქვს. ეს სავაჭრო შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ ამოქმედებულა. რადგან მადლობა ღმერთს ურსულა ფონ დერ ლაიენს არ აქვს აბსოლუტური ძალაუფლება ევროკავშირში. შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის საბჭომ, სადაც 27-ვე წევრი სახელმწიფოს მთავრობები იქნებიან წარმოდგენილნი. ამასთანავე შეთანხმებას კენჭი ეყრება აქ, ევროპარლამენტშიც, რომლის წევრი მეც ვარ, ასე რომ მეც შევძლებ ხმის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიცემას. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცე? დაწერეთ კომენტარებში. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.